სალამი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. დღეს ვიყავი ელენე გაბლაიას სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით, იმიტომ რომ ის დაკავება მოხდა ჩემს თვალწინ, რეალურად 10 მეტრის რადიუსში ვიდექი, როდესაც ის აიყვანეს. შემთხვევა იყო ესეთი, რომ მოუწოდა მას პოლიციელმა, დავით გუნაშვილი დააკავეს, ელენე წავიდა მისკენ, მოუწოდა პოლიციელმა, რომ გადასულიყო ელენეს. რაზეც ის მობრუნდა და დაიწყო უკანსვლა, ანუ გადმოდიოდა რეალურად, კი არა აპირებდა, გადმოდიოდა დაიწყო გადმოსვლა და მაგ მომენტში მოკიდეს ხელი და აიყვანეს და ამას შევესწარი, მე და ამის მოწმე ვიყავი და ესეც ვთქვი სასამართლოზე და მას მაინც სახდელი გამოუტანეს 5,000 ლარი ჯარიმა. კი ბატონო. არა მარტო მას როგორც ვიცით, სხვებთან დაკავშირებითაც, ხო, თათიასთან მიმართებითაც როგორც ვიცი 5,000 ლარი. ხო, 5,000 ლარი. ახლა ელოდება ამ წუთებში ზუსტად მიმდინარეობს ლაშად გებუაძის სასამართლო, რომელზეც გასულია მოსამართლე განაჩენის გამოსატანად და ნახოთ როგორ. კი ბატონო. და კიდევ ერთი საკითხი, ანუ კი რასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვა შეკითხვა, ეს ეხება თქვენს გეგმებს სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერს, იურისტს, უფლებადამცველს პროფესიით, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თამთა მეგრელიშვილს, რომელმაც საჯარო სივრცეში თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ამბობთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. პრინციპში აქვე ვიტყვი, რომ საერთოდ არ სჭირდება, მე მგონი, იურიდიული განათლება იმის ცოდნას, რომც იყოს ის, რაც დაწერა თქვენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიმართლე, არავის არ აქვს უფლება მინიმუმ ეთიკური სტანდარტების დაცვით, რომ ეს საჯარო გახადოს თქვენი ნებართვის გარეშე. რას აპირებთ ამ კუთხით, რატომ გადაწყვიტეთ, მოდი ასე დაგისვამთ კითხვას, რომ დაიწყოთ საერთოდ სამართლებრივი დავა? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ესეთი რაღაცები ან გაქვს შეგნების დონეზე მორალის ამბავი, ან არ გაქვს. ამას ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ არ ჭირდება სამართლებრივი ცოდნა და იურისტობა, რომ ადამიანის ესე პირადში არ გაიქექვეს პირველი. მეორე რაც არის, რომ პირველ რიგში მე რომ გითხრათ, რომ რამე ზიანი მომაყენა თამთა მეგრელიშვილმა, ძალიან მოვიტყვები, უბრალოდ არ მინდა რომ შემდეგში კიდე რომელიმე ოცნების პროპაგანდისტმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ ესე შეიძლება ჩვენთან ფათური ჯანმრთელობაზე, ჩვენს პირად არ ვიცი ცხოვრებაზე, ქმედებებზე, რაიმე ესე დაბრალების სახით, რომ ვინმეს კიდე არ მინდა რომ ესეთ რაღაც გაუბედოს და შეიძლება ვინმე ფსიქიკურად მართლა დააზიანოს და ფსიქოლოგიურად ამან და მორალურად და ვიღაც არ აღმოჩნდეს ჩემს ავიცილიერი და ამან მის ოჯახზე, დედაზე, მამაზე, ვინმეზე იმოქმედოს ზიანის თვალსაზრისით და ამიტომ არ დაუშვებ, რომ ჩემი ამბავი იქნება მაგალითი ადამიანებისთვის ჩემი აზრით. რაც შეეხება, რომ როდის ვაპირებ, ეს არის მე თვითონ 10-ში მაქვს სასამართლო, ჯერ არ ვიცი რას გამოიტანს. როგორ სასჯელს მომიშლის სასამართლო, მომიშლის თუ არა საერთოდ, ამიტომ დაველოდები ჯერ მაინც სტრესული დღეებია. 10-ში ესე ვთქვათ გადავაგორებ ამ დღეს და შემდეგ უკვე იმის მიხედვით გავივლი ჩემს იურისტებთან და ადვოკატებთან ამ საკითხზე. კი ბატონო, სხვათა შორის, ანუ კი აი მე აქტიურად ვადევნებდი ამ ამბავს თვალს სოციალურ ქსელში და დავაკვირდი, რომ თამთა მეგრელიშვილი არ იყო სხვათა შორის ერთადერთი ქართული ოცნების სხვა კომაგებიც ესე ვთქვათ აქტიურად წერდნენ ამ საკითხზე, შემდეგ რატომღაც ყველამ გააქრო სოციალურ ქსელში ეს პოსტი. იცით რა მინდა დაკითხოთ, არ ვიცი თუ არ ჩამithვლით რაღაცა უტაქტო შეკითხვათ, აი როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება ყოფილიყო მათთვის აი ამ ინფორმაციის წყარო, იმიტომ რომ აი მე გულწრფელად რომ გითხრა, არ მჯერა იმის, რომ ახლა თამთა მეგრელიშვილს რაღაცა აი თქვენთან დაკავშირებით, თუნდაც ან თქვენს ოჯახთან დაკავშირებით რაღაცა აი ამ დონემდე ჰქონოდა ინფორმაცია ან საქმის კურსში ყოფილიყო, ხო? კი ბატონო, ხო, მე მგონია, რომ ეს ვისაუბრე კიდეც უკვე ეთერში, რომ რაღაცნაირად ბატონმა ოთარჩილმა რაღაცნაირად ფარი შექმნა თავის დასაცავად, რომ რადგან მე გავქრი მის ცხოვრებიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, თავდასაცავად შექმნა ეს ფარი, რომ მე ვიყავი არაჯანმრთელი ადამიანი და რაღაცნაირად გამარიდა და ალბათ გვერდით ვიყავი და ეს მოუყვა ალბათ მის პარტიის წევრებსაც და შემდეგ ეს პარტიული დავალება მგონია, რომ რაღაცნაირად მათ გაბედეს და ესე ისაუბრეს თუნდაც ჩემზე და ამით მე ნამდვილად არ გავშავებულა, მე რომ ყოფილიყავი მენტალურად არამდგრადი ადამიანი, ჩემი აზრით, მშობელი, რომელიც რიყავს ავადმყოფ ადამიანს, ძალიან ამორალური ქმედება ნებისმიერ მშობლისთვის ეს და რომ ყოფილიყავი ალბათ, რავი, ეგ გასასამართლებელი არ იქნებოდა მისი მხრიდან. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ანუ კი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.